ხალბატონებო და ბატონებო, ახლა კი შემდეგი წყვილი. წითელ კუთხეში იტალიიდან ლეონარდო ტურკეტი. ლურჯ კუთხეში მებრძოლი საქართველოდან ჯონი ჭკადუა. და ახლა 92 კილოგრამ კატეგორიაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მებრძოლი წითელ კუთხეში ლეონარდო ტურკეტი იტალია. On fait pas quatrième le ciel fait noir. Ils font tous des petits pas dès qu'ils aperçoivent Leonardo Turchetti. მებრძოლი ლურჯ კუთხეში საქართველო ჯონი ჭკადუა. They catching on to the buzz. I got it out of the mud, but I'ma go all the way up. Bad girl from the soil, she taking me out of this world. I'ma go all the way up. Nice guy with a cold shoulder. Yeah, we cool, but I don't know you. Wrote a flower and I'm off the potion. Give me superpowers that I won't stop to the bank roll on supermassive. Johnny! Bank for the space chatter. Way up in the squad now. Sakartvelo! Tell these rap buddies eat my dust. Little baddie have to sell you. Reperi ringse Merab Maisuradze. Let me freshen up. Bay boy on a level up, way up, did a nebulas, I'm never copping a chain, cause I see it all through the frames, and I leave it all on the page, it's feeling like they want me locked in a cage, they want us all on their face, but I'ma go all the way A with it, cause I don't feel all the way safe here, yeah, spray the champagne, shower up in the air, stunner goggles, I don't mess with the flu, untamed, and she wild off the goose, ghost ride, yeah, I come through the roof, duck at 12, get it all on my tail, hella wild, and I break all the rules, chill, bro, you way out of line, yeah, I know it's a mood, I'ma go all the way up, they keep on calling my phone, they catching on to the buzz. I got it out of the mud, but I'ma go all the way up. Bad girl from the soil, she taking me out of this world, so I'ma go all the way up. Got the squinting, got the gator spinning, I'm outrageous with it, going crazy with it. Got the phrase jumping off the page, gifted, got the waves swishing, got the neighbors tripping, got the trap booming, jumping out the speakers. Drip on me, jumping off the easel. Gold wristed, couldn't tell me nothing. No, bought a fisted. Cooking the bars, turn a lab into a living kitchen. Watch them grimace when I water whip it. Subtle flex and live a candy image. Come from pushing in the ქართულ იტალიური დაპირისპირება ჯონი ჭკადუა იტალიელ მეტოქე ლეოსთან, რომელიც ძალიან ასე რომ ვთქვათ აქტიურად იწყებს ქართულ თბილისი არენაზე შეტევებს და ვნახოთ ძალიან ხასიათობრივად ორივე ტემპერამენტიანი მოკრივეა, ორივე დამრტყმელია, მძიმეწონაა და უნდა მოველოდეთ ცოტა ფრთხილ დაკვირვებულ კრივს პირველ რაუნდში მით უმეტეს. აქ სიმძიმესთან ერთად დარტყმის სიმძიმეც მძიმდება, ხო? შესაბამისად და აი აქ ჭკადუამ თავიდანვე უკანა ხელით თუ დავაკვირდებით ჭკადუა ცაცია, მარჯვენა დგომზე დგას და ცდილობს უკანა ხელით კონტრშეტევები გაუკეთოს. აი ერთი ახლა თითქმის გაუტარა, რომ იტყვიან ლეონარდო ტურჩეტი არის ესეთი გვარსახელის იტალიელი მებრძოლი მოკრივე. აი კარგი დარტყმა იყო კორპუსში, კარგი დარტყმა იყო ჭკადუას მხრიდან შესრულებული. აი დააკვირდი როგორ კარგად ასე რომ თქვა ზვერავს, ელოდება, იწევს მეტოქეს, რომ გამოიტყუოს და შემდგომ უკვე კონტრშეტევაზე უკანა ხელით აქცენტირებული დარტყმა მიაყენოს. ძალიან აქტიურად გულშემატკივრობდა დავალებას აძლევს საკმაოდ ისე ემოციური შეძახილებით იტალიელს თავისი სამწვრთნელო შტაბი. ამ დროს ჭკადუა აი კარგი დარტყმები გაცვალეს, აქ პატარა ტრავმა მიიღო. პატარა ტრავმა მიიღო ჭკადუამ, ახლა მედიკოსთა ჩართულობა იქნება საჭირო. სამწუხაროდ თუ არ ვცდები, მკლავი ამოვარდა, ცოტა ისეთი არასასიამოვნო. ხო, პირველად არ მომხდარა, ახლა კარგად იცის თავის ეთყობა და ახლა ჩაუსმევენ. გულდასაწყვეტია, რომ პირველივე რაუნდში ესეთი ხო, სამწუხაროა. რო ჩაუსმევენ, იქ უკვე აღარ ტკივილი გაივლის. თავარია ახლა რომ მედიკოსებმა
დროულად მოახერხონ ამ ტკივილის ლოკალიზება, მხრის ჩეუფორმაში ჩასვა და ნახოთ აუდიტორია ამხნევებს ჯონი მიდი. ქართველი გულშემატკივარი შენთან არის, მთავარია მოხდეს ფიქსირება ხრის, დაუბრუნდეს თავის პირველ მდგომარეობას და შემდგომ კალაპოც დაუბრუნდეს თავისას სახსარი. ხშირია ყველა სპორტში ხდება ესეთი მსგავსი ტრავმა, ზოგი ადვილად იტანს, ზოგი რთულად. ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ ჯონი ამ ტრავმის გამო ბრძოლას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ საკმაოდ მობილიზებული იყო, ძალიან კარგად დაიწყო. მე ვიცი რომ მას აქვს ძალიან კარგი რესურსი, ტექნიკური, ფსიქოემოციური, ყველანაირი წინაპირობა გააჩნია, რომ დღევანდელი ბრძოლა მას პროფესიულ აქტივში ნუსხაში თავის აქტივზე მიეწერა, თუმცა ნახოთ არის დაუგეგმავი გაუთვლელი ხდომილებები, რომელსაც ვერცერთი სპორტსმენი ვერცერთ სპორტში წინასწარ ვერ დაგეგმავს. ახლა ლურჯ კუთხეში, როგორც ხედავთ, ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ეფექტიანი და დროული დახმარება აღმოუჩინონ. მცირე პაუზა გვაქვს, ბრძოლა რა თქმა უნდა შეჩერდა. ველოდებით რა შეძლებენ ახლა სამწვრთნელო შტაბიდან და ასევე მედიკოსები, როგორ შეძლებენ მისი ხრის ლოკალიზებას. მთავარია ის პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს და შეძლოს უკვე ამ ბრძოლის გაგრძელება. ცოტა რთული ამოცანის წინაშია, თუმცა არ არის გამოიწვეული. მისი მსმელიც როგორც ჩანს, გივითოდუას მსმელი ბიძა როგორც გითხარით, გახლავთ. ძალიან რთულია, ძალიან დიდი ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური გარდატეხა მოუწევს ბრძოლა სამწუხაროდ შეჩერდა. ვერ გააგრძელებს სამწუხაროა. სამწუხაროდ ბრძოლა შეწყდა. გულდასაწყვეტია, თუმცა რა გაეწყობა არის გარკვეული ხდომილებები, რასაც ვერცერთი სპორტსმენი და ვერცერთი სპორტის სახეობა წინასწარ ვერ გათვლის. წარმატებები უსურვოთ ჭკადუას მის შემდგომ გამოსვლებში, დარწმუნებული ვარ, რომ ის 1-1000 უფრო მოტივირებული, უფრო შემართებით, გაცილებით მომართული დაუბრუნდება შემდეგ ბრძოლებს და ეს ტექნიკური ასე ვთქვათ ამბავი აუცილებლად გადაიზრდება შემდგომში წარმატებებით და რა ვიცი მიულოცოთ ჩვენს იტალიელ მეტოქეს გამარჯვება ქართულ კაცს სტუმარ მასპინძლობა არასდროს შეშლია ასე რომ ლეონარდო ტურჩეტი გამოვიდა ნუ აი ტრავმის გამო გაადრევათ აი ძალიან ვერ ჩაუშვეს ხო უჭირს ჭკადუას კიდევ ვიძახი მინახავს სპორტსმენები რომ ვიოლად გადააქვთ მსგავსი ამოვარდნები არის რომ რთულად ის კი არა მინახავს ის არ იყო სპორტსმენი ორივე მხარს იგდებდა და მე ისე უკან ისვამდა გარდა ფიზიკური ტკივილისა აქ ძალიან მტკივნეულია და ემოციურ დონეზე ძალიან რთულია მოკრივისთვის ანუ ჩვენ როგორც წესი რინგზე ვხედავთ უკვე კონკრეტულ შედეგს პროდუქტს რომელსაც მოკრივეები ამზადებენ 2, 3, 4 თვე ჩვენ ვერ ვხედავთ იმ პერიოდს რაც უკვე გაიარა ჯონიმ ხო და ძალიან რთულია მისთვის ამდენი მომზადება ემოცია ენერგია დროის ინვესტირება და ამ დროს ერთი პატარა ფიზიკური წუნი და ბრძოლა წყდება ჩვენ ველოდება მთავარი ბრძოლა კიდევ ხო წინ ამიდან 10 რაუნდიანი ბრძოლა, რომელშიც ჩვენი ქართველი მოკრივე ირაკლი მელიქიშვილი საჩემპიონო, ანუ ქამრის ტიტულის მოსაპოვებლად 10 რაუნდიან ორთა ბრძოლას გამართავს და დარწმუნებული ვარ, ძალიან სანახაობრივი, საინტერესო, ძალიან რიტმული, აქტიური კრივი გველოდება, იქ უფრო ამ ძიმეწონით კატეგორიისგან განსხვავებით დაბალი წონაა, სადაც მოკრივეებს საშუალება აქვს ტექნიკურად იმუშაონ, დარტყმები გაცვალონ და უფრო სანახაობრივი, თვალსასეირო კრივი შესთავაზონ აუდიტორიას და მთლიანად ტელემაყურებელს. იტალიელი მეტოქეც მეგობრულად მივიდა, ხელი ჩამოართვა. ასაგებია, კარგია, რესპექტი. აუდიტორია ამხნევებს ჯონი ჭკადუას წარმატებები, ჯანმრთელობა და შემდგომ პროფესიულ რინგზე უკვე უსურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უშუალო შემწრეები გავხდებით და უკვე მიულოცავთ ამ ამპლუაში მას შემდგომ გამარჯვებებს, იმიტომ რომ მას ყველანაირი წინაპირობა და ტექნიკური თუ ფიზიკური რესურსი გააჩნია ამ ყველაფრისა.